ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაღაჩი მადლობას უხდის ერდოღანს, რადგანაც თურქეთმა ჩაშალა ირანის სახელმწიფოს დესტაბილიზაციის გეგმა. ამასთანავე ერდოღანმა ძებნა გამოაცხადა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთობლივ ომს ახორციელებს ირანის წინააღმდეგ, ამასობაში კი ნატოს წევრი ქვეყანა ეხმარება ირანს სახელმწიფოებრივი პოზიციების შესანარჩუნებლად და პირიქით ამწოვებს კონფლიქტს ისრაელის წინააღმდეგ. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღევანდელ გადაცემაში შევეცდები ვისაუბრო თურქეთის თანამედროვე გეოპოლიტიკურ მისწრაფებებზე. სანამ ანალიზზე გადავალთ, გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვიკომენტაროთ, კითხვები დაგვისვათ და ამ ფორმით დაგვუჭიროთ მხარი ჩვენი პლატფორმის განვითარებას. მოკლედ, აბას არაღაჩი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ის განცხადება, რომ მადლობას უხდის თურქეთსა და მან შეაჩერა ირანის დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაცია, განაცხადა არაზ ნიუსთან ინტერვიუში და საუბარია ერაყის ტერიტორიაზე ქურთული დაჯგუფების ფორმირებაზე, რომელსაც დივერსიული აქტები უნდა მოეწყო ირანში ომის დროს და ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ქურთებზე და ნებისმიერი ტიპის ქურთულ აქტივობაზე, ის თურქეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და არალოგიკურიც კი იქნებოდა, რომ თურქეთს სხვა პოზიცია დაეჭირა. თუმცა საინტერესოა, როგორ გადაიქცა ნატოს წევრი ქვეყანა რეგიონში შეერთებული შტატების წინააღმდეგ პოლიტიკური მოძრაობის ცენტრად. ფაქტია, რომ თურქეთი ბოლო წლებში თამაშობს სუვერენულ თამაშს გეოპოლიტიკურ მიზნების შესაბამისად და არ ერიდება პოლიტიკურ დემარშებს მისი პარტნიორების წინააღმდეგაც, მათ შორის შეერთებული შტატების, ზოგადად დასავლეთის და ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებული, ესე იგი, სამიზნედ იქნა ამოღებული ისრაელი მის მიერ განხორციელებული სამხედრო კამპანიების გამო. თურქეთის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია უკავშირდება, რა თქმა უნდა, თურქეთის ლიდერს აი ბოლო 20 წლის მანძილზე რეჯიპ ტაიპ ერდოღანს, რომლის მმართველობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ლიდერის ხანგრძლივი ყოფნა ძალაუფლებაში, ეს იყო ფუნდამენტური ცვლილებების ეპოქა, რამაც თურქეთს ახალი გეოპოლიტიკური მისწრაფებები გაუჩნდა და საერთოდ დაატრიალა მოცემულობა რეგიონში. ერდოღანის პოლიტიკური კურსი და ფილოსოფია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან იდეას, ეს არის ხელისუფლების ცენტრალიზაცია, ეს არის თურქეთის ეროვნული იდენტობის გაძლიერება, ეს არის სამხედრო და ეკონომიკური თვითკმარობის ზრდა და ეს არის საგარეო პოლიტიკაში სუვერენიტეტის გამტკიცება. სანამ ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდოდა, თურქეთი აბსოლუტურად ეფუძნებოდა ათათურქის მიერ დაფუძნებულ ამ სეკულარულ პრინციპებს, სადაც მთავარი განსაზღვრელი პოლიტიკური ხაზისა იყო სამხედრო ბლოკი, რომელსაც არაერთი გადატრიალება მოუხდენია იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ათათურქის მემკვიდრეობის გაგრძელება. აქვე უნდა გავიხსენოთ ესეთი ყველაზე ცნობილი სამხედრო გადატრიალება 1980 წელს გენერალ ქენან ევრინის მეთაურობით. იმ პერიოდში თურქეთი საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობების გამოწვევების წინაშე იდგა. გარდა ამისა, მაღალი იყო საზოგადოებაში პოლარიზაციის დონე, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში დაპირისპირებული იყო და ფრაგმენტირებული იყო პოლიტიკური სივრცე და სწორედ ამიტომ გენერალმა ქენანმა შეძლო და დაახლოებით მთელი აი სამხედრო კორპუსი იყო ჩართული ამ გადატრიალებაში, მოვიდა ის ხელისუფლებაში ხუნტის სახით, გაატარა საკმაოდ მკაცრი რეპრესიული კანონები მიიღო, საუბარია ათასობით დახვრეტილზე, საუბარია ათასობით დაპატიმრებულ ადამიანზე, მილიონნახევარზე მეტზე შეიყვანეს ეგრეთ წოდებულ შავსიაებში და ასე შემდეგ. 100,000-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს და რეალობაში მივიღეთ სამხედრო ტიპის დიქტატურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ ანტიდემოკრატიული მოქმედებებისა, რომელს საფუძველს კონსტიტუცია იძლეოდა პრინციპში, თურქეთის რადგანაც მას ათათურქის მემკვიდრეობას, რომელიც ეს არის, ის სამხედრო ბლოკს აძლევდა ლეგიტიმაციას მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალება იმ მიზეზით, თუ აცდებოდა თურქეთი მის ფილოსოფიურ ხედვებს და სეკულარული პრინციპებს, მაგრამ აქ მთავარი სხვა რაღაცაა, მიუხედავად ამ ანტიდემოკრატიული მასშტაბებისა, თურქეთი მაინც რჩებოდა დასავლეთის ბლოკში იმ სანდო და საიმედო პარტნიორად და პრინციპში საერთაშორისო საზოგადოებას აი ამ რეპრესიების წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია. რა შეიცვალა ერდოღანის მოსვლის შემდგომ და როგორ მოხდა ტრანსფორმაცია თურქეთისა. ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლას ილუსტრებდა გარკვეული ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის პოლიტიკური კრიზისიც, როცა უკვე ერდოღანი ხელთ იგდო ძალაუფლება, დასავლეთში საკმაოდ რეფორმატორ ახალ
ახალი ტიპის ლიდერად მიიჩნევოდა. ამ პერიოდში მან დაძლია ეს ეკონომიკური გამოწვევები, შემოიტანა ინვესტიციები თურქეთში, დაიწყო მასობრივი ინდუსტრიალიზაცია, დაიწყო მასობრივი წარმოება, ამ მხრივ დასავლეთის გვერდით ედგა და ერდოღანსა და ლიბერალურ დისწესრიგ შორის რაიმე ტიპის უთანხმოება ჯერჯერობით არ შეინიშნებოდა. იმისათვის რომ ერდოღანს მისი იდეები განეხორციელებინა და აი ამ გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის გეგმა აღესრულებინა, საჭირო იყო პირველ რიგში შეეცვალა სამხედრო ელიტა. უკვე ვისაუბრეთ, რომ სამხედრო ელიტა იყო ის დასაყრდენი ძალა, რომელიც იცავდა ათათურქის იდეებს, თუმცა თუ არა გულუბრყილო თვალით შევხედავთ, ბუნებრივია სამხედრო ელიტა იყო ის დასაყრდენი ძალა, რაზედაც იდგა დასავლური ძალაუფლება თურქეთში. შესაბამისად, ერდოღანს რომ სუვერენული თამაშის წესები შემოეღო, აუცილებელი იყო მოწინააღმდეგე ძალების განეიტრალება და ნელ-ნელა დაიწყო სამხედრო ელიტის წინააღმდეგ ბრძოლა და საკუთარი პოლიტიკური ცენტრის გაძლიერება. პირველი ნაბიჯი იყო 2007 წელი, როდესაც შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი და პირველად ის განხორციელდა პირდაპირ არჩევით, რაც მას მაღალი ლეგიტიმაცია მიანიჭა, ვიდრე აქამდე ჰქონდა. გაძლიერდა ზოგადად პრეზიდენტის როლი სახელმწიფო მართვაში. შემდეგი ცვლილება იყო 2010 წელს, როდესაც მას შეცვალა სასამართლო სისტემა და ჩამოაშორა ეს ძველი მართველი ელიტები. ამ ცვლილებებზე რაღაც წინამდებობა ჰქონდა დასავლეთთან, თუმცა მარტივად დაძლია. გადამწყვეტი იყო 2017 წლის რეფერენდუმის, როდესაც თურქეთის საპარლამენტო რესპუბლიკიდან გადაიქცა საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე და ამ ცვლილებით ფაქტობრივად ერდოღანმა მიიღო ძალაუფლების სრული პაკეტი და უკვე შეეძლო აქტიურად განეხორციელებინა საკუთარი პოლიტიკური ხედვები. 2017 წლის აი ამ ცვლილებას წინ უძღოდა გარდამტეხი მომენტი, რომელიც ბევრი აზრით ეს იყო თვითონ ერდოღანის მიერ ყოველ შემთხვევაში ხელშეწყობილი პროცესი, საუბარია გადატრიალების ცდილობაზე 2016 წელზე, როდესაც მასობრივად მოხდა დემონსტრაციები ქუჩაში, სამხედროება აი 1980 წელის ანალოგიურად ჰქონდათ ცდილობა რომ მოეხდინათ სამხედრო გადატრიალება, თუმცა ერდოღანმა საბოლოო ჯამში მოახერხა მობილიზება საკუთარი ამორჩევლებისა, საკმაოდ პომპეზურად დაეშვა ის ტაქსის მოედანზე ვეტრფენით და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ოპოზიციურ ძალებზე. ამას მოყვა რა თქმა უნდა რეპრესიები და ცვლილებები უსაფრთხოების სტრუქტურებში და საბოლოო ჯამში როგორც უკვე თქვით 2017 წელს საკონსტიტუციო დონეზე მოახერხა ერდოღანმა გარდაექმნა სრულად შიგნიდან პოლიტიკური სისტემა და ისულაც აღარ იყო უკვე ათათურქისეული სულისკვეთებით გამსჭვალული. თუ კი ათათურქის იდეოლოგიური ჩარჩო იყო სეკულარიზმი, ასეთ ეყრდნობოდა ფრანგულ პოზიტივიზმის დასალურ ღირებულებების ტრანსფორმაციას ეროვნულ კულტურაში, ერდოღანმა შემოიტანა უფრო მეტად კონსერვატიული ღირებულებები, ოსმალეთის იმპერიის მიმართ უფრო პოზიტიური დამოკიდებულება, მცდელობა იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ იქცეს თურქეთი, როგორც რეგიონში, ასევე ისლამურ სივრცეში. თუ კი ისლამიზაცია თურქეთში აქამდე საფრთხე დაღიქმებოდა და ეს მკაცრი სეკულარული მოცემულობა იყო ათათურქისეული თურქეთის ქვაკუთხედი, ერდოღანმა შეეცადა პირიქით გაეძლიერებინა ისლამური პოზიციები და დაეწყო მცდელობა იმის, რომ თურქეთს ისლამურ სამყაროში მოეპოვებინა ლიდერის სტატუსი. აი ამის სიმბოლური მაგალითია 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როცა აია სოფია იქცა მეჩეთად და ეს იყო მკაფიო გამოხატულება, რომ თურქეთმა გადახედა მის პოლიტიკურ ტრადიციებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი ჩვენ ხედავთ, რომ თურქეთი საკმაოდ აქტიურ კომუნიკაციაშია რუსეთთან, რაიმე ტიპის გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობას ისინი ერთმანეთის მიმართ ესე მკაფიოდ არ აფიქსირებენ, იყო რამდენიმე რთული მომენტი მათ შორის ურთიერთობისა, თუმცა სანდო პარტნიორებად აღიქმებიან. მიუხედავად ამისა, ის არ ერიდება რიგ შემთხვევაში უკრაინის ხალხაჭერასაც და ამის უფლებას მისი გეოპოლიტიკური წონა აძლევს. განსაკუთრებით გააქტიურდა კავკასიაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მოახერხა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ის გეოპოლიტიკური პროექტი, რასაც ჰქვია ერთი ერი, ორი სახელმწიფო აზერბაიჯან-თურქული კავშირი, პრაქტიკულად კავკასიაში იქცა დომინანტურ ძალად. შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციით ისარგებლა სირიაში და მოიყვანა მისთვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფები და ბევრი ამბობს, რომ ასადის რეჟიმის დამარცხების სპეცოპერაცია სწორედ თურქეთი უმაგრებდა
ზურგს იგივე ის სირიის ახალ ლიდერს ალ-შარას, საკუთარ ქვეყანაში დაძლია ქურთული წინააღმდეგობა ასევე და ფაქტობრივად აი ამ გაზრდილი პოლიტიკური წონით თურქეთი გადაიქცა რეგიონში ახალ ენერგეტიკულ ტრანზიტულ კვანძად აი ყველა პროექტი რომელზეც ჩვენ საუბრობთ შვადერეფანი იქნება თუ სხვა ალტერნატიული პროექტები საიდანაც დასავლეთი უკავშირდება აღმოსავლეთს და შორეულ აღმოსავლეთს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს სწორედ თურქეთი. ერდოღანმა ასევე შეძლო, რა თქმა უნდა, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის ინდონეზი გაზდა, რომ დღეს რეგიონში არის აი თუ არა სოფლიო რეგიონის სუპერ სამხედრო სახელმწიფო, სუპერ სამხედრო ძალა, რომელსაც შესწევს, რომ ნებისმიერი ტიპის კონფლიქტში ყავს გარდამტეხი სიტყვა, რაც საკმაოდ უპირატეს პოზიციაში აყენებს თურქეთს აი ამ საგარეო პოლიტიკის პოზიციონირებისას. ჩვენ ვნახეთ ისიც როგორ ხვდებია მას ევროპელი ლიდერები, როგორ თავდაჯერებულად გრძნობს ერდოღანი, როდესაც ხვდება იგივე მაკრონს ან სხვა ტიპის ევროპელ ლიდერებს, როგორი პოზიტიური ურთიერთობა აქვს ტრამპსა და ერდოღანს. ბოლოს ნატოს სამიტზე ის კი განაცხადა ტრამპმა, რომ ის აქ იმიტომ იმყოფება, რომ დიდ პატივსცემს პირადად ერდოღანს, თორემ სხვა ლიდერი არავინ არ აინტერესებს. ესეთი ტიპის განცხადებას შეერთებული შტატებისგან არასოდეს მოგვისმენია. ესეთ უპირატეს მდგომარეობაში დააყენა თურქეთი და პრაქტიკულად მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების მანძილზე საკმაოდ კაფიო იყო დაპირისპირება ვაშინგტონსა და ანკარას შორის. კადრების გავრცელდა ბევრი, როდესაც თურქები წვავდნენ დოლარს, წვავდნენ ამერიკის დროშას და ასე შემდეგ. დღეს შეერთებული შტატები უპირატეს მდგომარეობაში აყენებს თურქეთის სახელმწიფოს ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოსთან შედარებით. ერდოღანმა შეძლო, რომ შემოეტრიალებინა არა მხოლოდ ვაშინგტონის კეთილგანწყობა, არამედ შეძლო ის, რომ დარჩენილიყო არა მხოლოდ ყველაზე სასურველ პარტნიორად შეერთებული შტატებისათვის, არამედ ანგარიშ გასაწევს ძალად ისეთი საერთაშორისო აქტორებისთვის, როგორიც არის თუნდაც კოლექტიური ევროპა, იგივე რუსეთი და ჩინეთი. გარდა ამისა, საინტერესოა ის, რომ თურქეთი ცდილობს რეგიონში ახალი პარტნიორების ძიებას. საუბარი არა მხოლოდ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე და იმ პანთურქულ იდეებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თურქული მოდგმის ხალხთა ერთობა შეიქმნას, ყოველ შემთხვევაში არა ტერიტორიული ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ რაღაც პოლიტიკური თანხმობა, რომელიც დაჯაჭვული იქნება აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში და ეს პოლიტიკური ღერძი საკმაოდ მნიშვნელოვანი პლაცდარმი უნდა შეიქმნეს. გარდა ამისა, თურქეთთან მიმართებით არსებობს დასავლური პოლიტიკური ხედვაც, რომელიც მიმართულია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გახლეჩვისკენ და ამ შემთხვევაში დასავლური გადმოსახედიდან განხორციელებული პანთურქული იდეამ უნდა გაყოს რუსულ-ჩინური ცივილიზაცია, რადგანაც მათი ესე ქვეყნების ერთობა სწორედ ამ ორი დიდი გეოპოლიტიკური პოლუსის შეხების წერტილზე გადის, მაგრამ ერდოღანი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ უპირობოდ არ მიიღოს დასავლეთის მიერ შემოთავაზებული ნარატივი და არ შევიდეს აი ამ დიდი პოლუსების დაპირისპირებაში, ის ეტაპი-ეტაპ პრაგმატულად ახორციელებს მისი ქვეყნისათვის სასიკეთო პოლიტიკურ ღონისძიებებს, რომლის შედეგი ის არის, რომ თურქეთი გახდა G20-ის წევრი, თურქეთი მიუხედავად ბოლო დროს ამ ეკონომიკური რეცესიისა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიული სახელმწიფოა. გარდა ამისა, თურქეთმა ბოლო ხანებში დაძლია წინააღმდეგობა ეგვიპტესთან და ახალი ტიპის სამხედრო სტრატეგიულ კავშირს აყალიბებს. ბოლო წლებში მათ შორის ხელმოწერილი იქნა სტრატეგიული პარტნიორობის განზრახულობის აქტი, რაც ითვალისწინებს სამხედრო ტექნოლოგიურ სფეროში მოკავშირეობასა და პარტნიორობას და ეს ღერძის ჩამოყალიბება პირველ რიგში არ შედის ისრაელის ინტერესებში, რადგანაც ორივე მხრიდან იქნება შემორტყმული აი ამ ძლიერი პოლიტიკური ღერძის ქვეყნებით და გარკვეულწილად მიმართული იქნება კიდევაც ეს ღერძი ისრაელის ამბიციების შესაკავებლად, რადგანაც ისრაელში არაერთხელ გამოთქმულა აზრი, რომ იანის შემდეგ თურქეთია. შესაბამისად, თუ ეს ღერძი მართლა ჩამოყალიბდა და თურქეთსა და ეგვიპტეს ასეთი ტიპის თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებაც აქვს და ნეგატიური თუ ისტორიულ წარსულში გადავალთ, თუმცა თანამედროვეობაში ამ ორი სახელმწიფოს შეკავშირება საკმაოდ გააძლიერებს რეგიონში თურქეთის პოზიციებს
და მათ შორის ეგვიპტის პოზიციებსაც. დღეისათვის სულაც იყო, თუმცა მე გპირდებით, რომ ცოტა განსხვავებულ ფორმატში შემოგთავაზებ ვრცელ ანალიტიკურ ეპიზოდს ათათურქიდან ერდოღანამდე, სადაც თურქეთის ტრანსფორმაციის ყველა დეტალზე იქნება საუბარი იქნება ისტორიულ მნიშვნელოვან მომენტებზე, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დააყო დღევანდელი თურქეთის ჩამოყალიბებას. მადლობა ყურადღებისათვის.